კანალიზაციის ღია სისტემა, ბენზინგასამართი სადგურები და მაღაზიები, რომლებიც სარეკრეაციო ზონას სერიოზულ ზიანს აყენებს. დიღმის ტყე-პარკის საქმე ევროპული სასამართლოს პირველი ეტაპი გაიარა. წერილობითი დოკუმენტებით, ფოტო და ვიდეო მასალით გამყარებულ სარჩელზე, რომლის განხილვაზეც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო იმსჯელებს. ტყე-პარკის კუთვნილი ტერიტორიის ბოლო გასხვისება 2008 წელს მოხდა. საკუთრების საბუძე ყოფილი ვიცე-პრემიერის მამუკა ახვლედიანი აწერს ხელს. დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე არსებული მშენებლობების საქმე სტრასბურგის სასამართლოშია. თუმცა სარეკრეაციო ზონაში მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს. ერთი კვირა რაც დემონტაჟი დაიწყო და იგეგმება ახალი გაზგასამართი სადგურის მშენებლობა. დაახლოებით 4 თვეში უნდა დასრულდეს მაქსიმუმი, ყველაზე მაქსიმუმი. საკუთრების მოწმობას ხელს აწერს ბატონი მამუკა ახვლედიანი. ნაკვეთი, სადაც ახლა მშენებლობა მიმდინარეობს, შპს ზამბახს 1995 წელს ჯერ დროებით სარგებლობისთვის, ხოლო 2008 წელს უკვე კერძო საკუთრებაში გადაეცა. ორგანიზაცია უსაფრთხო სივრცეში პარლამენტის 2007 წლის გადაწყვეტილებას გვიჩვენებენ, რომელიც ბაღებისა და პარკების ტერიტორიის გასხვისებას კრძალავს. აკრძალვის მიუხედავად საკუთრების უფლებაზე მაშინდელი ვიცემერის მამუკა ახვლედიანის ხელმოწერა ფიგურირებს. მამუკა ახვლედიანმა გააგრძელა დიღმის ტყე-პარკის მიწების ლეგალიზაცია. მეცხრე არხმა მერიასა და საკრებულოს მიმართა, სადაც რამდენჯერმე გადაგვა მისამართეს. თია მითხრა მაგდას დაურეკეთო და. ხვედიას თუ ეხება თქვენ საკრებულოს უნდა დაურეკოთ შეგეშლებათ მაშინ. ეს პერიოდი როდესაც მამუკა ჯერ კიდევ მერიაში მუშაობდა, მერის საკითხია კომპეტენციაში შეგვიძლია მერის პრესტაჟს დაურეკო. მათ მითხრეს, რომ თქვენთვის დამერეკა, რადგან მამუკა ახვლედიანს ეხება საკ. ბატონი მამუკა არ არის ახლა საქართველოში, ამიტომ მე მის ნაცვლად ვერ გახსნით რა საკვირველია პასუხი. ახლა მერია მაგით გამოგამისამართს მაშინ დაელოდეთ ბატონ მამუკა. ახვლედიანის საქართველოში დაბრუნებამდე ტყე-პარკის საქმემ სტრასბურგის სასამართლოს პირველი ეტაპი უკვე გაიარა. უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად დიღმის ტყე-პარკის საქმე. დასაბუთება ის იყო, რომ არ არის საინტერესო წარმოებისთვის შესასწავლად და გავაგზავნეთ სარჩელი სტრასბურგში. პირველი ეტაპი განვლილია და მეორე ეტაპისათვის მივიდეთ შეტყობინება, თუ როდის იქნება მეორე ეტაპი. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი დიღმის ტყე-პარკის გახმაურებულ საქმეს უსაფრთხო სივრცე მოიგებს? დაევალება საქართველოს მთავრობას, რომ აღმოჰქრას ის უკანონობანი, რაც დიღმის ტყე-პარკის მიმართ განხორციელა დღემდე. ამას შეიძლება შედიოდეს დემონტაჟიც. სანამ ტყე-პარკის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო იმსჯელებს უსაფრთხო სივრცე მამუკა ახვლედიანის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების მიზეზით, პროკურატურისთვის მიმართვას აპირებს.